მწერალთა სახლში საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის რაფიელ გელანტიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა. ავტორის ბოლო ყველაზე მოცულობითი ნაშრომია, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენად სამწუხაროდ მან ვერ მოასწრო. წიგნი ეძღვნება აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს, საქართველოს შვილებს, აფხაზეთში დარჩენილ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე არიან ჩვენი სამშობლოს უიარაღო გუშაგები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, პუბლიცისტები და რაფიელ გელანტიას შემოქმედების სხვა თაყვანისმცემლები. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს რაფიელ გელანტიას ნაშრომს. აღინიშნა, რომ წიგნში მოცემული თეზისები სწორედ ისაა, რაც უნდა იქნეს გამოყენებული იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც სამშვიდობო პოლიტიკა ჰქვია. პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის, მწერალთა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის ინიცირებითა და ორგანიზებით შედგა. ჩვენი რაფიელი ყველაფერთან ერთად არის კიდევ შესანიშნავი მწერალი, შესანიშნავი პროზაიკოსი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი მხატვრული ნაწარმოები, არაერთი ნოველა, მოთხრობა და ბოლოს მან დადო წიგნი, რომლის მსგავსი აფხაზეთზე მე არ მეგულება. ეს წიგნი ჭეშმარიტად სამაგიდო წიგნი უნდა გახდეს ყველასათვის, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს აფხაზეთი და უნდა გაიგოს რა მოხდა იქ და რაც მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს უზარმაზარი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აწევს, როგორმე მოგვარდეს. ეს წიგნი არის ძმობაზე, მეგობრობაზე, იმ გასავლელ გზებზე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთისადმი. მიუხედავად სიმძიმისა, ტკივილისა, ნოსტალგიისა, რომელსაც იწვევს წიგნში მოტანილი ყველა სიუჟეტი, ნოველა, მაინც ის ტოვებს იმედს, განცდას იმისა, რომ ჩვენ სხვა გზა არ აგვაქვს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან ვიყოთ უფრო ახლო, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ წინაპრებს გავაკეთებთ. რთულია მოკლე ინტერვიუის დროს გამოვყო ის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მისი ყველა ფურცელი, ყველა თავი, თუნდაც სარჩევს რო გადავხედოთ, ყველა სახელწოდება რაღაცა დაგაფიქრებს. მთლიანად წიგნის მოცულობა თქვენ ნახეთ, რომ არის 640 გვერდი და მე ვიტყოდი, რომ 640 გვერდი არის აქსიომატური სტილით ნაწერი, იმიტომ რომ მოზაიკურია, დროსივცითი მონაცვლეობაა, წიგნი პასუხობს ყველა კითხვას. მე ხშირად ვამბობ, რომ რომ მოვიდეს ვიღაცა სრულიად არაფრის მცოდნე აფხაზეთის თემაზე და იკითხოს, რომ ერთი წიგნი მიმითითეთ, რომლითაც მე გავიგებდი პრობლემის არსს, მე თამამად მივუთითებდი რაფიელ გელანტიას ამ ნამუშევარს. ეს გახლავთ დოკუმენტური პროზის მე ვიტყოდი შედევრი.